იმედი ბატონო ბიძინა. ტრამპის იმედი ისევ გაქვთ შეერთებულ შტატებში მეგობარი აქტივისტებმა. ბატონო ბიძინა. და ისევ გაქვთ ტრამპის იმედი. ბატონო ბიძინა, ახალ არჩევნებს როდის ჩანიშნავთ? მადლობა მინდა გადავხადო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისთვის, ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება მსახურებას მე როგორ ველაპარაკო ჩემ თავს როგორ შეიძლება მეგობარი აქტი ერქვა აქს რომელიც თავიდან ბოლომდე ქართული ხალხის მიმართ და ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ტრული დამოკიდებულებით არის გამშვალული. ეს არის რა თქმა უნდა ტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და დიპ სტეიტ შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ დიპ სტეიტის გავლენის ქვეშ. ჯო ვილსონი მაგალითად ხო? ჯო ვილსონი არის თავიდან ბოლომდე დიპ სტეიტი. იმ შემთხვევაში თუ ტრამპი ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, რა გამოვა რომ დიპ სტეიტმა აჯობა ტრამპს? ოპტიმისტური მოლოდინი რომ პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს დიპ სტეიტს. შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ კონკრეტულ ფაქტებზე შესაბამისად ეს ვერ იქნება მეგობრული. პირიქით ეს არის მტრული აქტი. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს რა თქმა უნდა უშემოადგენთ და გამარჯვებას ვუსურვებთ დიპ სტეიტთან ბრძოლაში. დავდგებით იქ, სადაც ჭირდება ჩვენ სამშობლოს, სადაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს. მუქარებით, სანქციებით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდა. თუ ვინმეს კიდე განმარტება ჭირდება, ხავსია ეს აქტი მტრული სინამდვილეში წყალწაღებულები არიან ქართული ოპოზიციის, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. თუ ოლიგარქიული გავლენების დიპ სტეიტის როგორც ნებავთ ისე გლობალური ომის პარტიის დამარცხების ნიშანწყალი გაჩნდა, ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ და სინამდვილეში მტრულ აქტს გაგრძელება აღარ უნდა გქონდეს. სამშობლოს ემსახურები, რთული არაფერი არ არის. ნამდვილად. ამაზე ეწუთ. თუ მეკითხები გეტყვია ბატონო. ამაზე უარეს დროშიც გვიცხოვრია საქართველოში. და მე ჩემ ქვეყანას ემსახურები. არაფერი რთული არ არის, როცა სამშობლოს ემსახურები.